მცენარის ჯანმრთელობა არ განისაზღვრება მხოლოდ ერთი პრაქტიკით. ეს არის სხვადასხვა მოქმედების ერთობლივი შედეგი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთიან სისტემად მუშაობს. ფერმერული საველე სკოლების მეშვეობით, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირისა და შვედეთის მიერ, ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის. ჩვენ ვუზიარებთ ფერმერებს ამ პრაქტიკებს. მცენარის სიჯანსაღი იწყება ჯანსაღი ნიადაგით. როდესაც ნიადაგის მართვა სწორად ხდება სათანადო მომზადების, ორგანული ნივთიერებებისა და ტენიანობის შენარჩუნების გზით. მცენარეები დასაწყისიდანვე უფრო მედეგია. პრაქტიკები, როგორიცაა მულჩირება, ხელს უწყობს ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნებას, მისი ტემპერატურის რეგულირებისა და მცენარის ზრდისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ მაღალი ხარისხის სარგავი მასალის გამოყენებას. კარგად განვითარებული ჩითილები ფესვებს სწრაფად ინვითარებს და მეტად გამძლეა სტრესისა თუ მავნებლების მიმართ. ჯანსაღი ნიადაგითა და ძლიერი ჩითილებით წარმოების დაწყება დიდი სარგებლის მომტანია. ახლა ჩემი მცენარეები უკეთესად ვითარდება და უფრო მაღალ მოსავალსაც ველოდები. მცენარის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ნაკვეთის რეგულარულ მონიტორინგზე. ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა ფერომონიანი საჭერები, გვეხმარება მავნებლების დროულ აღმოჩენასა და პოპულაციის ზრდის დაკვირვებაში. მანამ სანამ ზიანი კრიტიკულ დონეს მიაღწევს. ფერმერთა საველე სკოლების მეშვეობით, FAO ხელს უწყობს სწავლებას უშუალოდ საველე პირობებში, დაკვირვებისა და პრაქტიკული საქმიანობის გზით. ფერმერები აგრონომებთან ერთად სწავლობენ, თუ როგორ შეაფასონ ნაკვეთის მდგომარეობა და დაკვირვებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა უკვე ხვდები თუ რა მდგომარეობაა ჩემს ნაკვეთში, ვცდილობ ვიმოქმედო პრევენციულად პრობლემების გამწვავებამდე. მცენარის ჯანმრთელობა არ ნიშნავს მეტ პესტიციდს. ეს ნიშნავს ინტეგრირებული მიდგომის გამოყენებას, რომელიც ეფუძნება დაკვირვებას, პრევენციას, ბიოლოგიურ და აგროტექნიკურ პრაქტიკებს, რომლებიც უფრო მდგრადი და ეფექტურია. FAO პოპულარიზაციას უწევს მავნებლების ინტეგრირებულ მართვას. ეს მიდგომები ფერმერებს ეხმარება შეამცირონ პესტიციდების არასაჭირო გამოყენება და ამავდროულად შეინარჩუნონ პროდუქტიულობა. აქამდე მიმაჩნდა, რომ მეტი პესტიციდები მცენარეებს უკეთესად დაცვას ნიშნავდა. ახლა ვხედავ, რომ ხშირად დაკვირვებაც საკმარისია პრობლემების ადრეულ ეტაპზე თავიდან ასაცილებლად, ხარჯების შესამცირებლად და უვნებლელი პროდუქციის მოსაყვანად. ეს გვეხმარება არა მხოლოდ მოსავლის, არამედ ნიადაგის, წყლისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში, რაც მდგრადი სოფლის მეურნეობის საფუძველია. ჯანსაღი მცენარეები ჯანსაღი მართვის სისტემებიდან მოდის, ხოლო ჯანსაღი სისტემები ნაკვეთში სწორი პრაქტიკების დანერგვით იწყება.